ეს არის ქრონიკა 8-ზე. გასულ კვირას სოციალური ქსელი ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო. წეველები და არამწეველები. მათ შორის განხეთქილების ვაშლი კი მთავრობამ ჩამოაგდო ახალი რეგულაციების სახით. თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა მთელს მსოფლიოში აქტიურდება და ამ ბრძოლას უერთდება საქართველოც. აქციზის ეტაპობრივი მატების შემდეგ ახლა ჯერი მოწვევის შეზღუდვებზეა. რეგულაციებს პარლამენტში მომხრეები მწეველებშიც და არამწეველებში, მმართველ გუნდსა და ოპოზიციაშიც ყავს. ინიციატორები მეზობელი ქვეყნების მაგალითებზე საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ კანონის გამკაცრების შემდეგ პირველივე წელს აქტიურ მწეველთა რიცხვი 2%-ით შემცირდება. მომდევნო 4 წელიწადში კი საშუალოდ 1%-ით. მთავარი სიახლე საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, კაფეებსა და რესტორნებში მოწვევის სრული აკრძალვაა. სანდრო ჯუფალაკიანი გაგოცნობს ამ სიახლის ძირითად ასპექტებს. მოწევა კლავს. ეს ცნობილი სლოგანი, რომ სიმართლე ამაში მოქალაქე და დარწმუნებას დეპუტატები ახალი კანონით შეეცდებიან. მისი სრულად ამოქმედების შემდეგ თავისუფლად მხოლოდ სახლში და ქუჩაში მოწევთ. გარდამავალ პერიოდში შენობებში მოწევა შესაძლებელი იქნება, თუმცა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. 2018 წლიდან კი კაფეებში, კლუბებში და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში მოწევა სრულად აიგრძალება. კანონპროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები ვარაუდობენ, რომ ამის შედეგად მოწევას მოქალაქეთა ნაწილი თავს დაანებებს და ნაკლებად დაზარალდებიან ეგრეთ წოდებული პასიური მწეველებიც. კიდევ ერთი ცვლილება სიგარეტის კოლოფების დიზაინს შეეხება. არსებული 35%-იანი დაფარვის ნაცვლად გრაფიკულ გაფრთხილებას კოლოფის 65% დაეთმობა. შეიზღუდება სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის ხილვადობაც. მსგავსი რეგულაციები უკვე ამოქმედებულია არაერთ ქვეყანაში. კაფეებში ჩვენთან რუსეთში მოწევა მკაცრად აკრძალულია. ტელევიზიითაც არ შეიძლება რეკლამის გაშვება. დახლებზეც პროდუქცია დაფარულია. ახლა ნორვეგიაში გარეთ საჯარო ადგილებში მოწევა დაშვებულია, თუმცა სავარაუდოდ ესეც მალე აიკრძალება. შევამჩნია, რომ თქვენთან ბევრი ეწევა, კაცებიც, ქალებიც. მე არ მაქვს დისკომფორტი, მაგრამ პატარა ბავშვი ყავს და არ მინდა რომ ეს კვამლი ისუნთქოს. გერმანიაში ბარებსა და კაფეებში მოწევა როგორც წესი დაშვებულია, მაგრამ არა კვებით ობიექტებში. კლუბებში მოწევა ყველგან შეგიძლია. ნიუ-იორკის პარკებში მოწევა აკრძალულია, ასევე საუნივერსიტეტო კამპუსებში. კალიფორნიაშია ძალიან მკაცრი რეგულაციები. ჩვენთან შიგნით არ შეიძლება მოწევა, გარეთ კი ბატონო. ურჩმწეველებს მინიმუმ 50 ლარის გადახდა მოუწევთ. კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალება. გაცილებით მაღალია სანქცია იურიდიული პირებისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმებს ფინანსთა სამინისტრო გამოწერს. ჯარიმები უნდა იყოს გონიურული, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ამ კანონის სულისკვეთებას მე პირადად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ. ამ კანონის შედეგი იქნება ის, რომ ის ბევრჯერ და ბევრგან იქნება იგნორირებული, ზოგჯერ იქნება კორუფციის წყარო და ყველა შემთხვევაში დააზიანებს ბიზნესს და ტურიზმს. საქართველოში 11,000 ადამიანი ეწირება ამ ეპიდემიას. ყოველწლიურად. მე პირადად მხოლოდ გამიხარდება ეს, რადგანაც ეს ჩვენ შეგვიმცირებს ჯანდაცვის ხარჯებს და ბევრად მეტი ადამიანი იქნება ჯანმრთელი და იცხოვრობს უფრო ხანგრძლივად. მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში შესაძლოა ახალი ჩანაწერიც გაჩნდეს და შეიზღუდოს ტელეეკრანებზე თამბაქოს პროდუქციის ჩვენება. ერთ-ერთ სავარაუდო მაგალითად თურქეთი განიხილება, სადაც სიგარეტის ნაცვლად ეკრანზე ყვავილი ჩნდება. სიგარეტის ადგილზე არის ყვავილი აქ ტუჩთან. ეს ახლა ცოტა ისეთი კომიკური შეიძლება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ სწორედაც რო არ აღძრავს იმ დადებით დამოკიდებულებას სიგარეტის პელათა მიმართ. იმის გამო სწორედ რომ ცოტა სასაცილო შეიძლება იყოს, ცოტა ირონიული შეიძლება იყოს. კინოხელოვნების დაცვას ცდილობენ პარლამენტშიც და მის გარეთაც. მხატვრული ფილმის ჩვენების დროს შესაძლებელია რომ მე-13 ფილმი ვერც კი ნახოს მაყურებელმა სტალკერი უნდა აიღონ და გადახატონ, არ ვიცი, ჩაიგივე ჯარისკაცის მამა უნდა აიღონ და დაბლარო. რაღაც ცენზურაზე, რაღაც ეპიზოდების ამოჭრაზე ეს მე მგონი არის ზედმეტად გაბუქული ეს საკითხი და საერთოდ არ მგონია რომ ამ გზით უნდა ვიაროთ. მეორე და მესამე მოსმენით ინიციატივას პარლამენტი სავარაუდოდ მაისში დაამტკიცებს.